აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტმა და ბათუმის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა 2014 წლის პროგრამების საინფორმაციო კვირეული დღეს ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან შეხვედრით დაიწყეს. შეხვედრაზე გასული წლის პროგრამებით შეაჯამეს და ახალგაზრდებს მეტი ჩართულობისაკენ და შემოთავაზებული პროექტებით დაინტერესებისაკენ მოუწოდეს. აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით, გასული წლის ისეთი წარმატებული პროგრამები, როგორიც რასად როდის და სტუდენტური დღეები სხვა პროექტებთან ერთად 2014 წელსაც განხორციელდება. დეპარტამენტის პრიორიტეტს კი წელს ახალგაზრდული კლუბების გაძლიერება და პროგრამებში მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების ჩართვა წარმოადგენს. სტუდენტებს სიახლეებს თავაზობენ მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურშიც. თვითმმართველობა წელს რამდენიმე ახალ პროექტს განახორციელებს, მათ შორის ფოლკლორულ დღეებსა და თეატრალურ კვირეულს. აქვს სიახლეები, რა თქმა უნდა, ბიუჯეტიც შედარებით გაგვეზარდა და ვფიქრობთ, რომ გვაქვს ესეთი პროგრამები, რომელიც ძალიან სასარგებლო იქნება სტუდენტებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის და კიდევ გვაქვს თავისუფალი ხარჯები, რომლის მეშვეობითაც სტუდენტებს და ზოგადად ახალგაზრდებს შეეძლებათ, რომ თავიანთი მაგალითად იდეები განახორციელონ. დეპარტამენტს აქვს ახალი პროგრამა, ახალგაზრდული კლუბების ხარდაჭერის პროგრამა, სადაც 5 კლუბი არის, უკვე მუშაობ პროცესში არის ლიტერატურული კლუბი და მუშავდება, ასე ვთქვათ, კონცეფცია ხელოვნების კლუბის განვითარების შესახებ. ჩვენ აქ უკვე ახალგაზრდებს ვაზრობთ იმის საშუალებას, რომ თავიანთი შემუშავებული კონცეფციის საფუძველზე დეპარტამენტში შემოიტანონ ეს კონცეფცია ერთი წელზე დაწერილი გეგმა და შესაბამისად ჩვენ დავაფინანსებთ ამ ყველაფერს. გარდა ამისა, გვაქვს ერთადერთი თავისუფალი პროექტების, ასე ვთქვათ, ნაწილი, სადაც 65,000 ლარი არის გათვალისწინებული.